ძალიან მეცინება ხოლმე, როცა იძახიან, რომ აი პოდკასტის გაკეთებას რა უნდა ძმაო? რამე წესიერი გააკეთე რა YouTube-ზე. პოდკასტში ერთ-ერთი გადამწყვეტი არის სტუმარი, ხო? ვერც კი წარმოიდგენთ იმდენად რთულია სტუმრის შეთანხმება, კონკრეტული დროის დანიშვნა, მოყვანა, მაგ ინტერვიუსთვის მომზადება და ასე შემდეგ რა. თან სიტუაციას აფუჭებს ისიც, რომ ბევრ ადამიანს უბრალოდ არ უნდა პოდკასტში რაღაც საინტერესო თემაზე ლაპარაკი. ისე კამერების მიღმა ძალიან ბევრს დაგელაპარაკება, მაგრამ პოდკასტში არ უნდა. და რატო იცით? იმიტომ რომ ძალიან ბევრი უაზრო კრიტიკოსი, რომელსაც თავი ჭკვიანი გონია, გამოდა ამ ადამიანს გალანძღავს იმის გამო, რომ საკუთარი აზრი გააჩნია. და რა თქმა უნდა, თავი რატომ უნდა აიტკიონ ამ ხალხმა პოდკასტში საკუთარი აზრის დაფიქსირებით და მე ხდება ის, რომ უბრალოდ აღარ უნდათ ადამიანებს მაგის გაკეთება რა. ხო და ვისაც არასდროს არ გქონიათ მაგ თემასთან შეხება, დამიჯერეთ, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი შრომა. სანამ თქვენ ვიდეოს დააკლიკებთ, იმის უკან ძალიან ბევრი საათი დგას. ხო და სანამ რომელიმე ცნობილ YouTuber-ს ან კონტენტ კრეატორს რამე ცუდს დაუწერთ და ეს ხალხი ძალიან ბევრს შრომობს, მე მგონია რომ კიდევ ერთხელ კარგად უნდა დავფიქრდეთ, იმიტომ რომ ეკრანის მიღმა რეალური ადამიანები არიან და მათაც ტკივოთ, მათაც წყინთ რაღაცეები და ის რომ თქვენ ვირტუალურ სივრცეში უწერთ კომენტარებს, საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი არ აინტერესებთ. აი ამის თქმა მინდოდა თქვენთვის. ბედნიერი შობა ახალი წელი. აბადროებით.